მოგილოცავთ. აბა ბეჭედი დაანახე კრისტინა. მილოცავთ. ერთად ბედნიერად დაბერებულიყავით. მადლობა, ეგ იმა რა თქვა. ეგრევე არ მიმიღეს, მაგრამ შენი სახელის გაგონებისთანავე დამინიშნეს ვიზიტი. შემოწმებაზე მივალთ. როგორც მოვაპასუხები შემატყობინა. მადლობა, ღმერთი გბარავდეთ. გიოლეჯან, ნუ თუ ფრანკფურტიდან ჩამოხვედი ჩემთვის. როგორ არ ჩამოვიდოდი, თქვენი წყალობით გადავრჩით. ღმერთი გბარავდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. არ გინდათ. სიბელ. რუიასა და წეღანაკ იყო. ცოტა ხნით ოთახში ავიდა. გამარჯობა. გამარჯობა. სად იყავი? საქმეები მქონდა. გამოგივიდა? ჩამოხვალ? ჩამოვალ. ხვალ. ხვალ. ჩემი ცოლი გახდები. შენი ცოლი გავხდები. ღვთისყალობით შევხვდებით. შენ სურნელს შევიგზნავ, შენ მანერებს შევისწავლე. შენი მეუღლე გავხდები. ბორან? ხვალ ჩემი დაც იქნება, ჩვენიანია. ის გიპოვის და ერთად გაემგზავრებით საზღვარგარეთ. გამიგე? დედა? ჯერ ჩამოდი, მერე რასაც მეტყვი ყველაფერს გიპოვე. ბორან. უფალი გვარავდეს. ბორან რა ხდება? ბორან, სულ ცოტა დარჩა. ბორან. სულ ცოტაც დედა. მე მოვდივარ. უსირცხვილო ბავშვები. უსინდისოები. Zamodit.
ძმაო, გადაცემისას პრობლემები შეიქმნა. რა პრობლემები? დარაჯთან უსიამოვნება შეგვემთხვა. ხო გვაძლევდნენ უფლებას. არა ძმაო აიას. შიგნით უბრალოდ ადამიანი ყავდა, რომელიც აგვარებდა ამ საკითხს. კარგი? ახლაც გადაეცით მოაგვაროს. ჩვენიანი შიგნით დაჭრეს. როგორ თუ ასე დაჭრეს. იცი ეს რა არის? ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქვა დედამიწაზე. ამ ქვას ხვალ სირიაში გადაიტანენ. აი ამ ტელეფონით. ეს ჩემი ვაჭრობის ადგილია. გეფტეთ. მან არ მჭირდება პრობლემები. კი, მაგრამ ძმაო, სხვას არავის ვიცნობ შიგნით. თუ აღარავის აღარ იცნობთ. ამ დაწესებულების უფროსი მოიყვანე. ეს გზა უნდა გამიწმინდო. როგორც მეთქვით. შიგნით შეიყვანეთ სწრაფად. რა მოვიდა? სწრაფად დაიჭრა. მიდი. მადლობა შევდეთ. უფალი გბარავდეს. შენი სიტყვა ჩემთვის კანონია. არ იღებო. მესამე მაგიდასთან ხბოს მწვადი. გავიგე? ძმაო, უკვე შიმშილით უკვდებით. ამას ავიღებთ რა. აიღე ძმაო, რა პრობლემა? შვილო, აქამდე არ გიმუშავია? დღეს პირველი დღეა. კარგი, არ დაიძაბო. მირთვი. სალმათ, მერე ნამსხვრიც მოგვიტანე, კარგი? ახლავე. მოუხედე ერთი აბა ძმაო. პატარა ძმაო, რამე ძლიერი დასალევი მოიტანე. კარგი. რა ქვია? სიტი. იუსუფ, რომელი საათია? სათხარ ბილეთი იყიდე? რა შვები ძმაო, ჩამოდი ხარ? იუსუფ, სათხარ? არ გწვენია? უკვე ბიძა გახდი. 6 წელი საკმარისია. შენს გარეშე როგორ აღვნიშნოთ? რაო? რას ამბობ? იუსუფ, ჩუმად რატომ ხარ? ჩამოვდივარ დედა. ნატლიას უთხარი რომ ხვალ მიხილავს. შაფირ, გესმის? ჩამოდის. მამას ძალიან გაუხარდა. ძმაო, იუსუფ, მანქანა მიყიდე? გეყოფა. არ გწვენია. რეკლამებში როგორიც არის ისეთი მინდა წითელი. შვილო, აცადე ძმას. იუსუფ, ფრენა რომელზეა? Yarın trafik çok olur. იცოდე კიდევ 6 წელი არ გვალოდინო. Da gelme ha. განიმე. რა თქვა?
არც კი ვიცი. არ მჯერა შენ რომ რამე არ იცოდე. გოგონა, ნუ დასაერნობ. მოდი მომეხმარე. 20 კაციანი სუფრა გვაქვს გასაშლელი. და წარმატებები ჩვენ. არც კი მინდა წარმოდგენა. დღეს რა გველოდება? სულთან, რძალო, ძმა ჩამოდის. მე გავალდედა. რატომ? აბეჯი უნდა დავათვალიერო. თან მხედავ მკითხაობას აპირებდა დაგითმო სივრცეს. პირადულზე სალაპარაკოთ. არა, სალიმ, შენ რა უნდა დაგიმალოთ? ვერა და ვერ დაივიწყე ის უგულო, არა? არა, რძალო. სულთან, ამჯერად დავივიწყე. შორს იყოს ჩვენგან. იცოდე დაო. ხვალ ქორწილია. იქნებ ბედია. არა, არანაირი ბედი არ არის. დაგვტოვეთ. რა ხდება, სულთან? მიდით. რა ხდება დაო? შენ სრულ სიმართლეს ხედავ. ბოლო სიკვდილი დაინახე და ის საცოდავიც გარდაიცვალა. მითხარი რა დაინახე? შავ ღრუბელს ვხედავ. ძალიან ბნელია. ქარიშხალი გველოდება. ყველას აქეთ-იქეთ მოგვისვრის. სიცოცხლეები შეეწირება. თითქოს სამყაროს დასასრულია. აქამდე მსგავსი არაფერი გვინახავს. ვერ ვიმკითხავებ. ეს ჭიქა წაიღე. წაიღე. როია. როია.
როია. ერთი კვირით მივდივარ. დადაბრუნდები. თაფლობის თვე ტრადიციაა. ვერ დავარღვევთ მას. ხო, ვიცი. თუ იცი, მაშინ რატომ ჩამოგტირის ეს ლამაზი სახე? არაფერი არ მითხარი. რაზე? ისევ ამ თემას უბრუნდებით. შვილო, რამდენჯერაც უკვე მკითხე, იმდენჯერვე გაგეცი პასუხი. დედა შენი გარდაიცვალა და მერე გადავედით ბერლინში საცხოვრებლად. მორჩა. არა, იქამდე სტამბულში. ვიღას თაღლითი რომ ნახე ტელევიზორში ისევ მაგაზე მეკითხები? მამა. დედას მშობიარობისას გართულება ჰქონდა. უგონოდ იყო, როცა წამიყვანე. მან არ იცოდა რომ მე გავჩნდი. არ იცოდა. და გადაწყვიტა სირიაში წასულიყო არა როია? რადგან იფიქრა რომ მოუკვდი. ეგთანმა მოატყუა. სად არის ეს ეგთანი? ამდენ ხანს ვერ იპოვე? ნერე გაიბოლდ. მამა. ვინ გაგზარდა როია? ვინ გივლიდა შვილო? ვინ გპატრონობდა? თმას ვინ გიწნიდა შვილო? დილაობით. სკოლაში ვის დაყავდი? ვინ ათევდა ღამეებს? სიცხეები როცა ქონდა? მე მენდობი თუ ვიღაც უცხო ქალს. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე მოგიღები როია. აღარასოდეს აღარ მინდა ამ კითხვის გაგონება. აიას? ერთი წუთი მოიზადა. მაგრამ აგვიანდება. როიას მიმიხედეთ ყველა. რამდენიმე დღე კატისთან დავრჩები ხომ გაგაფრთხილე. კარგი, მაინც დამერეკე ხოლმე. მიდით. ღმერთი გპარავდეთ. ძმაო იასინს ველაპარაკე და ნაკვეთის მეპატრონეს დამცველები ხავს. არ მჭირდება წინაღობები. არი დარდო ძმაო. წამოიყვანეთ ჩვენიანი და გაათავისუფლეთ გზა. კარგი, დაიჭირე. ახლავე დავბრუნდები. როია. ბორანმა მითხრა რომ ვერ მიპოვნიდნენ. ღმერთმანი როია. ეს ადამიანი ინტერნეტში გაიცანი ხომ ასეა? კვლელი იქნება, ან მანიაკი. სხვა გამოსავალი მაქვს. ყველაფერს ისაკონტროლებს.
მისი ნებართვის გარეშე ბუზიც კი ვერ გადაიფრენს. კარგი? მაგრამ იქნებ მამა შენი მართალია. იქნებ ის ქალი მატყუარა და თუ არ არის ბავშვობიდან ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ. დავდივარ მიტოვებულ შენობაში და რაღაცას ვეძებ, მაგრამ რას არ ვიცი. ქალს ვხედავ. ვიღაც უნდა იყოს. ვინც ამ სიცარიელეს შემივსებს, რაღაცას მეტყვის. დედა ჩემი იქ არის. მე ვიცი ეს. შენ სირიაზე ლაპარაკობ-როია. იქიდან უკან დასაბრუნებელი არ არის. სირიაშია? კი. მაგრამ იმედის წვეთი მაინც თუ არსებობს. იმის იმედი, რომ ერთხელ მაინც ვნახავ დედას მიღირს. ყველაფრად მიღირს. გაჩერე. ძმარამიზია, გაჩერე. ძმაურამის. ჰასარამიზი დაჭრილია. დამეხმარეთ. ძმაურამის. აიყვანეთ. ძმაურამის. ალია. როგორ დაჭრეს? მარტო იყო? კარგად არის? ეს როგორ დაუშვით, როგორ მოხდა? ნორმალურად მითხარი ჰასანა ხდება. კარგი. წესიერად მითხარი. კარგი არ დატოვო. ყველაფრით დაეხმარეთ. და მერე შემატყობინეთ. შაკერ. რამიზი დაჭრეს. რის გამო? ამდენი ხალხი ანერვიულებული. ყველა შვებულებაშია. რა შვებულება, შაკერ? არ ვიცი აბედ. ვიღაცამ ყველა დაითხოვა. მაგრამ დილამშვიდობის. ეს არის პირველი ჯერია და არც ბოლო. ჩვენი გზა ვიღაცამ გახსნა და გადავიდა სირიაში. ამბავი შევატყობინეს, რომ საზღვრები ისევ შევიწროვდა. ჩვენი მიწებიდან სირიაში მანქანით გადახვა. ეგ მეც გავიგე. რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ? ჩვენ არ ვიჭერთ საქმეს კანონდამრღვევებთან. სორია. ყველა გონს უნდა მოიყვანან. შვებულებაში როგორ გაუშვეს ყველანი? რა შვებულებაში? ყველას შეტყობინება მიუვიდათ ვითომ მამა შენისგან, რომ დასვენება იყო ამ დღეს. ძმაო, შენ დართენება? შენი აზრით? არა, რა თქმა უნდა. არც უნდა მიგეცა. გემრიელად მერტვი ღმერთმა შეგარგოს.
ამას გამოგართმევ. ბაბუა შაგირ. შაკირ, ფეხსაცმელი გაგიწმინდა. აზავ. მიდი ჩემალმა ბაღში ჯანსუხს ეთამაშე. შაკირ. გუშინდლიდან მოყოლებული ცუდი შეგრძნება მაქვს. გთხოვ, ფრთხილად იყავი. როგორ აფეთ? ამას აქში ქურდებს დავსდევ. ჩემი ვაჟბატონი წინ დაცვეთას არ დაესწრება. ასე ნუ ამბობ შაკირ. მას ხომ თავისი ნებით არ დავუტოვები ვართ. აბარისთვის წავიდა. რისთვის წავიდა? შენ მითხარი. რატომ დავგარგეთ ორივე ვაჟი? ბატონო იასინ გზაში ვართ. რამდენიმე საათში ავიყვან და დავბრუნდებით. ბავშვი, ხომ გითხარი მოგიტანთქო? იცოდე ძითელი მინდა, რეკლამასავით, ლურჯი არ მინდა. ჯანსუსაც წამოუღე რამე. შენ შეკვეთას მორჩი ახლა ჯანსუზე გადახვედი? იცოდე აღარ ჩამოვალ. აზაპეს ვისი ნომერია? ვისგან მირეკავ? ალო? მიბრძანდეთ. არა თქვენს მერე. ანტაკის რეისზე დამაგვიანდა. ოფისში მითხრეს, რომ სხვა ბილეთები არ ქონდათ. იქნებ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ. იქნებ იყოს რამე გამოსავალი. სამწუხაროდ არაფერი არ არის. ხვალ შემიძლია შემოგთავაზოთ? არა. ხვალ არ მინდა. აუცილებლად დღეს უნდა გავფრინდე. გთხოვთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წუხარ. არა, არ გესმით. ბერლინში დამაგვიანდა რეისზე. გთხოვთ, იქნებ რამე მაინც ნახოთ. ქალბატონო, რიგი დადგა. ანტაკის რეისზე ვარ. მადლობა. გამარჯობა, ბიძია, სად მიემგზავრებით? ტრაბზონში. კეთილი მგზავრობა. დეიდა, თქვენ ერთანი ხართ? როგორ მიხდი? ჩემი საყვარელი კლინიკის ჩანთა გიგავიათ. კარგად გამაცინე. ამ შემოთავაზებაზე რა სიტყვით? ვერაშვილო, არ გეწყინოს, მაგრამ ოჯახი მელოდება ანტაკაში. ბოდიში, უკაცრავად. ძმო, 2 წუთით გამომყევი რა. რა ხდება? ერთ გოგონას დახმარება ჭირდება. ძალიან ლამაზი გოგონა. მაგრამ ახლა მას გაუჭერდა. ოდესღაც შენს დაგჭირდება გოგონასთვის დახმარება. რა სიტყვი?
Hoş geldiniz. გვერდი გვერდ ვართ? დეიდამ ბილეთი რადგან ვერ მომცა, ადგილი მაინც დამითმა. კეთილი მგზავრობა დეიდა. არა, ბრძანდებოდა. მე იუსუფი ვარ. იასმინი. სასიამოვნოა იასმინ. ასევე. კეთილი მგზავრობა. Uluslararası bir kaçak. ეს კაცი საერთაშორისო კონტრაბანდისტია. ძვირფასი ქვები გადააქვს საზღვრებზე. ჩვენთვის ამ ზურმუხტს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ახლა ისტორიას ფასი აღარ აქვს, უმეტესად კერძო საკუთრებებია. ეს ზურმუხტი სულთანის ხანჯლის ნაწილი იყო. ხანჯალს 50 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულთანმა საჩუქარი გაგზავნა, მაგრამ ეს საჩუქარი ადრესატამდე ვერ მივიდა. გზაში დააყაჩაღეს. მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობს, ვისაც ის შეიძლება კონდეს. ვინ? ქორი. არავინ იცის ვინ არის, მისი სახე არავის უნახავს. საერთაშორისო კონტრაბანდისტია ისიც. ასეთი შეკვეთის შესრულება მხოლოდ ამ ქორს შეუძლია. ძალიან ლამაზია რა. ხო, ნეტავის საქმე არ გქონოდა და კიდევ ცოტა ხანს დარჩენილიყავით. დავრჩებით, რამდენ ხანსაც მოგვინდება. ეგ როგორ? ეს რა არის? გახსენი. წინაზე როცა მოვედით, აღფრთოვანებული იყავი აქაურობით. კრისტინა, ეს ადგილი ახლა შენია. ამიერიდან როცა სულს გაუხარდება, შეგვეძლება მოსვლა. გზაში ვართ, ნაკვეთის მეპატრონეს ავიყვანთ რამდენიმე საათში. საღამოსთვის გზა განთავისუფლებული იქნება. მადლობა. ნიშნულოვანი დღე გაქვს. ძალიან ღელავდი, რომ ვერც ამასულიყავი. ქორწილია. ჩემი ბიძაშვილის ქორწილი. რა ქვია? ანტაკადან თუ არის, აუცილებლად მეწოდინება. ბურჯუ სერეჯა. სერეჯა? სერეჯა. ცოტა ხნის წინ გადავედით, არ გეწოდინება. გადახვედით? ანტაკში? ანუ ჩემი ბიძაშვილი გადავიდა, მე სტამბულში ვცხოვრობ. მეც. მართლა? ანტაკიდან არ ხარ? კი. უბრალოდ რაღაც პერიოდი არ ყოფილვარ. სადღაც 6 წელი. რატომ? და ახლა რატომ ბრუნდები? ყველაზე მეტად დედას გაკეთებული საჭმელი მენატრება. თან ერთ ბავშვს შევპირდი. ცოტა არეულად მაქვს ყველაფერი და შენ? ქორწილის მერე ეგრევე დაბრუნდები? არა. მეც არეულად მაქვს ყველაფერი.
ღმერთი გვარავდეს. როგორ მოგვივიდა ეს პირდაპირ ქორწილის წინა დღეს? კანიმე. სად არის ეს გამოპრანჭული? კანიმე, მოვდივარ დაო. კანიმე. რანაირად გამოიყურები? ის ფიქრობს, რომ თავისი ქორწილია და არა სხვისი. 3 კვირაა ამისთვის ემზადება. არა დაო, კოქტეილისთვის გამოვეწყე. რა კოქტეილისთვის? აი, კოქტეილისთვის. კანიმე, მოდი საქაბაბეში. შენ სახლში დარჩი მერჯან. ექიმს ხომ უნდა დახვდეს ვინმე? კარგი. აფეთ. გზაში სუნელები ვიყიდეთ. ჩემი იუსუფი მშიერი არ დარჩეს. დედა სტამბულიდან 1 საათის გზა, როგორღაც გადარჩება. შენ შიმშილობ? დებო, მოდი დღეს მსგავსი გარჩევები არ გვინდა. დღეს დიდი დღეა, დიდება უფალს. ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ღმერთმა ქნას. დედას წყალობით სუნემის ქორწილში ყველა გასათხოვარი გოგონა არის დაპატიჟებული. ნეტავ შენც დაინიშნო. იქნებ კიდევ გავიაროთ სტამბულში. საქმეს მიხედეთ, საქმეს. აისელ. მოდი, კანიმე, მოდი. ეს როგორია? მშვენიერი. თუ გნებავთ, ესეც გაიზომეთ. ზედმეტად გადაპრანჭული არ ვიქნები. ანტაკიში ერთი თვეა სხვაზე არაფერს ლაპარაკობენ ქალბატონო სელმა. ზოგი ევროპაში გაემგზავრა საყიდლებზე. დილით გავიგეთ, რომ ბატონი იუსუფიც კი ჩამოვა. ხო, ეს მეც გავიგე. იცნობთ? ადრე ვიცნობდი. მე მაინც ამას გირჩევდით. კონკურენცია დიდია. თუ გინდა გაგიყვან, სადაც გჭირდება. ბიჭები დამხვდებიან და ვთხოვ. იყოს ბიძაშვილი გამიყვანს. მაგრამ მადლობა. ბილეთზეც. არაფრის. რა მოხდა? ჩვენი გზები აქ იყოფა. კარგად იყავი. კარგად. შეხვედრამდე. იასმინ. ვიცი მოგაკითხავენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ჩემს ნომერს მოგცემ. კარგი? იუსუფ. დეიდა. ჩემი ლომი ჩამოვიდა. ჩემო გულო, ჩემო სიყვარულო. რა კარგია რომ ჩამოხვედი. ეს ჩვენი იუსუფია? დედა, მოიცადე. მადლობა. შვილო. მადლობა დედა. მოიცა შემოხედე, არ იტირო. არ ვტირი. აბა ეს რა არის აფეთ? შენი სუნი ისე მომენატრა. ძალიან. იუსუფ, ასეთ პატარა ფურცელზე რა გიწერია? იასმინი ვინ არის შვილო? აქ რომ გოგო იყო. ვინ გოგო? ვერ დაინახეთ? იასმინი ვინ არის? შენი ახალი ნაცნობია? სად? ახალი მეგობარი თუ გყავდა, რატომ არაფერი გითხარი? ხმა მოიღე იუსუფ. მიხარია თქვენი ნახვა დეიდა. კარგია ანტაკაში. ლამაზი გოგოა?
მითხარი. იასმინი შენ ხარ. ბორანის გოგო. საწოლე. დიახ. მე ვარ. მე ნიგარი ვარ. წავედით. მაფეთ, გეფიცები, ვუყურებ და არ მჯერა რომ ჩამოვიდა. ჩამოვიდა დაო. ჩამოვიდა. რაღაც ზედმეტად გახდა. ვინ არის იასმინი? არ ვიცი, თვით მრენავში გავიცანე. ერთად ისხედით? შემთხვევით თუ დაგეგმე? დაუმეხრებან მიასეთ ნუ მეკითხები. ლამაზია? ძალიან. მაგრამ სევდიანი თვალები ქონდა. გული არ გაიტეხო. ყველას გვაქვს ადარდებელი. დაო, მანქანა გველოდება. მოვდივარ. რა მოხდა? არაფერი. გონება გამეფანდა. წავედით? კი, წავედით. ვისთანაც ფიქრობ თანამშრომლობას ერთ-ერთი თქვენგანია. İçeriden. ჩვენგანი. ჩვენ ორიდან? დიახ. ბატონო ინსპექტორო. ჩემი სახელია შაგირ ალაჯანი. მუჰიტი. ჩემი დიშვილის მეუღლეა. სალჰი ჩემი ადვოკატი. შვილი ვით მყავს. აქ ყველანი ოჯახიდან ვართ. დიდი ოჯახიდან. 40 წელია პრობლემა არ ქონია. ოჯახში მოღალატე ვერ გვეყოლება. ეს დაუშვებელია. ძმაო შაგირ, ისინი ძალიან საშიშები არიან. ხუმრობა არ გეგონათ. დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ხვალიდან პირობას გაძლევ. მე თვითონ მივიღებ ზომებს. კარგი, კარგი. მთელი ქალაქი თქვენი ოჯახის ქორწილზე ლაპარაკობს. დღეს საღამოს ყავის დასალევა ჩამოგევლეთ. კი ბატონო, მოგბრძანდით. იოსოფისგან ისმის რამე. ჩამოვიდა. ქალბატონი აფეტი დახვდა მას. სალი. შენ მიდი სახლში, სიტუაცია აკონტროლე. მე სავალ, კლიმეთ შევატყობინებ ამბავს. არა მუჰით, შედარჩე. წავიდეთ რამიზი მოვინახულოთ. კარგი. ძმაო შაგირ, მარტო არ გირჩევ სიარულს. ეს ასეა, მაგრამ ინსპექტორის თქმით, ეს ძალიან საშიში ხალხია. სალი, უცებ შევოვლი და დავბრუნდები. არ იღელა. წავედით ბატონებო.
დღისით ასე თავისუფლად ვერ გავივლით. საღამომდე მოვიცადოთ. ეს ბორანის ადგილია შენნაირებისთვის. ქალბატონო რძალო, მოდი. დაო. გამარჯობა. ეს გოგონა ვინ არის? ჩვენი ახალი რძალი. სამი თვის წინ გადაცემას უყურებდა. ერთი დაკალი ყავს, სიბელი. ისაყურებინებს ხოლმე. მას შემდეგ საკუთარ შვილს ვეღარ ცნობ. ის ფიქრობს, რომ დედამისი ცოცხალია რა? კი, ასე ფიქრობს. მერე ეს მართალია? კრისტინ. ეგ პასუხი არ არის. მე მას მთელი სამყარო მიუძღვენი. მისთვის ვშრომობდი, რომ იგივე არ განეცადა, რაც მე განვიცადე. დედამისის ვიყავი და მამამისიც. ყველაფერს ვაკეთებდი. მისთვის ყველაფერი ვიყავი. მას უბრალოდ სიმართლე უნდა. Small Sally, იუსუფი ხომ ნამდვილად ჩამოვა. მე რამდენად უნდა გაგიმეოროთ. ჩამოვა, დილიდან წაიღე უკვე თვენი. ადრინდელივით, ისევ. რომ ვერ ჩამოვიდეს, ეს ხომ იუსუფია. რომელმაც ცეცხლიდან გამოგიყვანა და გადაგარჩინა. ხომ შეგპირდა რომ ჩამოვიდო და შენს წინ დაცვეთაზე. შეაცრულებს ამ პირობას. მითხრა, მაგრამ მერე გავიგე რომ იუსუფი არ ჩამოსულა. Öyle dedi. Yusuf იმის მერე რაც იცეს როლა vurduktan sonra gelmedi dedi. ასეთ რაღაცებს ვინ გიყვება ბიჭო? ძმაო იუსუფ, ჩამოხვედი. ღმერთმანი რა გიჟი ბავშვია. ბაჰარ. შვილო, ეს გამომართვე? დაო, ისინი მოვიდნენ. სად? მანქანაში. გადმოდის. ძმაო იუსუფ, შვილო. არა, ეს მერჯანის ძმა ვერ იქნება. ეს რა სილამაზეა. კაცი კი არა. ნიშნობის ბეჭედია. დორბლი მოიწმინდე. გაგიჟდი ხო? გაგიჟდი არა?
წადით საქმეს მიხედეთ. როგორ ხარ? კარგად ვარ. კეთილი იყოს შენი ფეხი, იუსუფ. მიხარია შენი ნახვა, სულთან. ის რამ ხელა გაზრდილა? ო, გაიზარდა. ჩემი საჩუქარი მოიტანე? ბიჭმა ჩასუნთქვაც ვერ მოასწრო. მაშინ ვეცი. აი ყველგან ვეძებე, მაგრამ არსად არ იყო. არა უშავს, მილიონი სათამაშო აქვს. ეს არ წავა? ეს ხომ რეკლამის მანქანაა. ხომ გითხარი გიყიდი მეთქი. 2 დღე ტვინი შეჭამე. ჯანსუ ჩემი მანქანა ჩამოვიდა შეხედე. ძმაო. კეთილი იყოს შენი ფეხი, ძმაო. ჩემო პატარა. მერჯან, როგორი გამختარი ხარ? არ გაჭმევენ? მითხარი. შიმშილობს. მოტკეცილი კაბა შეიკერა დღესასწაულისთვის. დედა ეგ რა შუაშია? კარგი მადა, აგერ ჩემსაც აქვს. ახლაც არ მეშვები არა დედა? ბატონო იოსებ, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობა. ქალბატონო, აფეთ კითხვა მაქვს. გისმენ? წავიდეთ ერთად. შვილო, მამას დაურეკე, არ ინერვიულოს. მერჯან, შენც წამოდი. წამოდი. დედა, ცოტა ხანს ძმასთან ვიქნები. იუსუფ, მამა შენს დაურეკე. მიდი. კარგი. ქალბატონო მერჯან? არაფერი შეცვლილა ძმაო. დედა სულ შენს დაბრუნებას ცდილობს. დეიდა კი ყველას ჭორავს. და შენ? ხომიცი ნიშნობა რომ ჩავშალეთ. მეორედ? ხო, და უკანასკნელად. ყველაფერი დამთავრდა. საღამოს მოვლენ და დედა ღელავს რომ უხერხული იქნება. თითქოს მუკადეც რამე მოუვა. დარწმუნებული ხარ? რა მოხდა? არაფერი. რაღაც უცნაურია ამდენი წლის მერე. კარგია რომ ჩამოხვედი. იოსებ. გამიხარდა. მეც გამიხარდა ძმაო. თითქოს არაფერი შეცვლილა. გეფიცები ყველაფერი ისეა როგორც დატოვე. საღამოს შემთხვევის გარდა ყველაფერი იგივეა. ნეჰრიბარმა ცოტა მომიყვა. რა ხდება? ჩვენი მიწის გავლით უნდათ რაღაცეების გადატანა. მამა შენმა რა თქმა უნდა აუგზალა. და გავიგეთ ვინც იყვნენ. მაგრამ ეს სხვა საკითხია. რა საკითხი? ვიღაცამ მამა შენის ტელეფონით შეტყობინება გააგზავნა. ვინ? სალი! გისმენ მამა. სალამი ძმაო ჯემალ. იოსებ, კეთილი იყოს. როგორ ხარ? კარგად ვარ ძმაო. მუსიკოსები ბაღში არიან. მომღერალმა ოქროს მიკროფონი შეგვიკვეთა. რა? არც იკითხო. ასეთები ხდება აქ. ჩემი აზრით ყველა საწოლი გვერდ-გვერდ უნდა დავდგათ რომ ყველა ბავშვმა სცენა დაინახოს. კარგი ხალბატონო. დედა, მამასთან შესახვედრად გავდივარ.
კარგად ხარ? კი. შვილო, გევედრები, არი კამათოთ. დედა. Bilince açılır. ინტენსიურიდან რამდენიმე დღეში გამოვწერთ. Servis alırız. მადლობა ღმერთს. მადლობა ექიმო. Geçmiş olsun. კარგით, დროებით. Muhittin. მისმინე. Git Ramis'in. რამისის ქალიშვილი იპოვე. გარკვიერი გზი აქვს თუ არა ყველაფერი. დავეხმაროთ. როგორც იტყვი. მე იუსუფ შევხვდები ბაზარში. მიდით, ეგ მნიშვნელოვანია, ამდენი წლის მერე მე მივხედავ საქმეს. მე ეგრევე სახლში წამოვალთ. კარგი სიმამრო. მუჰიტინ. მან თქვა, რომ ერთ-ერთი ჩვენიანი იყო. İçinizden dedi. სხვა გვარად ეს საქმე არ გამოვიდოდა. Etmezse bu რამე ხომ არ იცი ამის შესახებ? senin bir malumatın var mı? არა, რა სამო, რა უნდა ვიცოდე? ჩვენს ოჯახში მსგავსი რამ დაუშვებელია. გერმანელს არ გავხარ. მამა ჩემი სახლში თურქულად მელაპარაკება. მაძალებდა ბავშვობიდან სწავლას, რომ არ დამვიწყებოდა. ბორანზე იცის? ევროპის ქვეყნებიდან მოდიხარ, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან. ინტერნეტში გაცნობით არც ვიცი რამდენად ნამდვილია სიყვარული. რისთვის მოდიხართ ასე უცხო ქვეყანაში? ყველას გვაქვს ჩვენი მიზეზები. შენ რა გაქვს? არი დარდო. საღამოს დაქორწინების რიტუალს ჩაგიტარებენ. უკვე? ხო, უკვე. აბარას უნდა ელოდონ. რა მოხდა? არაფერი. ხმაური იყო. გითხარი არაფერი მეთქი. საჭმელი ჭამე. მე მოვჭი, ხელები უნდა დავიბანო. დაკავებულია. დაკავებულია. საღამომდე ბევრი დროა. წამოდი გავისეირნოთ. როგორ მედი საქმეები? Suriye ora, Türkiye bura. შენ ყველაფერი იცი. Bir şey değil.
მიწა დიდია. Yana gitsin. მოუწევთ გავლა. Teşkilat. Buraya gelse keza. ჩემი მიწა აუცილებლად უნდა გაიარონ. ეს საუკეთესო ადგილია. ამ ადამიანის სავაჭრო ხიდია. შემოსავლის წყარო. ღმერთო, მე ვერ ხვდები ამდენ ხანს როგორ გადადიოდნენ. ვინ აძლევდა უფლებას? მამა. იუსუფ. მადლობა ღმერთს ჩამოხვედი შვილო. კარგია რომ დაბრუნდი. მადლობა მამა. ნაჭამი ხარ? კი, ცოტა. შემოგვიერთდი. Ağam. შულთან მარტო დაგტოვებთ. მიწას ვნახავ. კარგი, მადლობა. ყურადღებით იყავი, ყველაფერი შემოტყობინა. კარგი ძმაო. ბედნიერად. კარგი ძმაო ხასან. Geçmiş olsun. იმედი მაქვს გუშინდელი აღარგან მეორდება. Kaza olmuş gece. რამიზი კარგადაა? კი. ღვთის წყალობით. შენ როგორ ხარ? არა მიშალ, შენ? მე როგორ ვიქნები? Tek tamam. სულ გადარბენაზე ვარ. Peşinden. აიღებ რამეს? ხომ გითხარი ნაჭამი ვარ? არ მინდა. ახლა მითხარი. როდესაც მშობელს შვილი რამდენიმე წელი არ უნახავს, არც იცის რაზე დაიწყოს ლაპარაკი. ილიას, ორი ყავა. ახლავე ძმაო შაკერ. ვინ იყო ის გოგონა სახლში? რომელი? აი სახლში რომელიც იყო. სულ ნაცემი. გაქცე ვისაც გამოიჭირეს. საიდან გარბოდა? ჩვენი ბანაკიდან. გადაიფიქრა და სახლში დაბრუნება უნდოდა. მიუნხენიდან ჩამოვიდა. და რას გაუკეთებენ? Hainliğin cezası belli. დასჯიან როგორც მოღალატის შეეფერება. Gerisin geri döner. არ ვიცი თავს წააცლიან თუ გააუპატიურებენ. Yüzünü ederler. როგორ აპირებდა გაქცევას? Gel. შენი ტელეფონი თუ იხმარეს. უცხო ვერ იქნებოდა ვერავინ. კომისარმაც იგივე მითხრა, მაგრამ არ მგონია ეს შესაძლებელი იყოს. ჩვენ ოჯახში ეს შეუძლებელია, იოსო. შეუძლებელია, მაგრამ ვიღაცამ ეს გააკეთა. ალო. გისმენ რომელი ხარ? კარგი შვილო. გასაგებია. 10 წუთში ვიქნები. იოსოფ, მე გასასვლელი ვარ. რა ხდება? ერთი ქალი. ვინ ქალი? ამბობს რომ იცის ვინც გააგზავნა შეტყობინება. Çocuklarım var diyor. გარგი მოყვები. ხომ გითხარი რაც უნდა ქნა? ერთად წავიდეთ. არა შენ დარჩი. რატომ მამა? Bugün gel. დღეს ჩამოხვედი. და ხვალ რა იქნება? Önümüzdeki ay ზეკ, kalacak. ჩვენთან დარჩები? Affan. სხვა გამომყვება. ვინც აქამდე მომყვებოდა? Bugüne kadar შენ არ გადაითვირთა. sen kaharlanma.
კარგად ბატონო შაკერ. Eline sağlık. კარგად. ბიძია, ყვითელ თავშლიანი გოგონა ხომ არ დაგინახავთ? Geçti mi? არაშო. მადლობა. გისმენდაო. გამარჯობა. გამარჯობა ძმაო, გისმენ. უბრალოდ ვათვალიერ. სადღესასწაულო კემპი გაქვთ? Var abi. გვაქვს, რამდენი გინდათ? Ne kadar? 2-3 კილოგრამი მომეცით. იასმინ? ბიძაშვილი დავკარგე, უნდა წავიდე. გაპოვნინებ, წამოდე. არა. ინერვიულებენ. წავალ. ხომ ეძებდი არა? ვეძებდი. იასმინ. ეს ვინ იყო? ვიღაც უცხო. დიდხანს ელაპარაკებოდი. შენზე მეკითხებოდა. შენ სად გაქრე? ყველგან გეძებდი. ხომ იცი გზები რომ არ ვიცი. ახლა ვიპოვნეთ ერთმანეთი და წავედით. ხელში წავიდე ძმაო. წახვედით? მზად ხართ? თითქოს საუმრად მაგზავნე. არა, თქვენს გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინც ვამოწმებ. ვღელავ. რაღა დაგიმალო. რატომ ღელავთ? არ დამელაპარაკება და თქვენ აუხსენით. შეიდან ჩვენს პროფესიაში არსებობს ახსნაგან მარტებები. შეგატყობინებ. წარმატებები, სიახლის ველოდები. დროა. რა ხდება? არ ვიცი ძმაო. გადმოდი. გადმოდი. Ne yapıyorsun oğlum? რა ხდება? წამოდი დაიჭირე. გადმოდი. რა საკეთებ? ტელეფონი.
წამოდი. შევკეთ. ძმაო, საღამოშედობის. გზავნილი ჩაბარდა გოგონას. ამის თქმა მინდოდა. Ona haber vereyim dedim. კარგი. ნაკოთის მე პატრონეს ავიყვანე ძმაო. რაც გინდათ ისკენით, მაგრამ ეს გზა უნდა გამიხსნათ. როგორც იტყვით. ეს ჩემგან მიიღე. და დრო აღარ მკითხო, კარგი? Tamam mı? როცა ცოდნა დაგჭირდება, საათს დახედავ. მე ხდება სულთან. ძალიან პატარა იყო იოსუფმა რომ მოიყვანა. ხელის გულზე მეტეოდა. ვიკითხე, ვინ არის მეთქი? და მომეწება ხელზე თითქოს იცოდა რომ ჩემთან უნდა ყოფილიყო. ისიც ჩვენი შვილი გახდა. ჩემი სალიხის უმცროსი ძმა. ეს რა არის შუა? ბლოკნოტი. Adamın babası. ყოველდღე ვხატავ დედას, მამას და იოსუფს. Abimi de çiziyorum her gün. რომ არ დაავიწყდეს. Akşam gelecek. საღამოს მოვლენდობ ნახავ. Bakacağım. Bileceğim. Gelecek. ხომასია. Sultan ana. იმედი მაქვს შვილო. მოვლენა ბრა. წინ დაცვეთის დღეა და აუცილებლად მოვლენ. წამოდი, სტუმრები მოვიდნენ, საჩქრები მოიტანეს. სალე, წამოდი შვილო. წამოდი. ვერ მიკრავ?
მალე გასვლა მოგვიძევს. 3 tepsi künefe yedim bıldırcın. რატომ არ იკვრება? დიეტაზე ვიყავი. მე მატყუებ თუ რა არის? წყალი ხომ არ დავლიო. გაჩვენდე გეხვეწები და ამოისუნთქე. მუცელი შეწიე, მიდი. შეწიე. მიდი კიდე? აი ეს. ხვალიდან გპირდები დიეტაზე ვიქნები. არაფერში არ გინდა დიეტა? Böyle de güzel. ისედაც ლამაზი ხარ. Memleket gibisin. აბონენტი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. შუა. რა გნებავთ? მე ხართ. იასინი დაგელაპარაკებოთ. ვინ არის იასინი, სად მიყავართ? Götürüyorsunuz beni. მიპასუხე. ბორან. რა ვქნათ? კიდევ ერთ ავიყვანთ საზღვარზე და სირიაში გადავალთ. Suriye. იოსუფ. მამა შენს არ დაურეკავს? არა, არ მოსულა. ალბათ საქმე გამოუჩნდა. Çıkmaz. აზაპის დღესასწაულს არ გამოტოვებდა. იქნებ სადმე შერჩა. Oğlum takılmaz. Nereye დღეს არ იზამდა ამას. მიდით და მე მალე მოვა. იოსუფ. დედოფალო აფეთ. მიბრძანდით. სალი. ძმაო, მამა ჩემი არ ჩანს. დღესაც შეიძლება წასულიყო. წამოდი მოვძებნოთ. Biz bir bakalım. ძმაო, შენ მიდი შენს ოჯახთან. Yok. რამდენი ხანი არ ყოფილ ხარ სახლში. მე მოვძებნი და მოვაგვარებ ამ პრობლემას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ქალბატონო ზიკე, როგორ ბრძანდებით? მადლობა, კარგად. İyi akşamlar. კეთილი იყოს. საღამო მშვიდობის. აფეთს როგორ უხდება ეს ყელსაბამი? ცხონებული დედაჩემის ყელსაბამია. აფეთმა ტვინი წაუღო, მას ელაპარაკეთ. საწყალმა დედაჩემა ვეღარ გაუძლო და მიუგდო. მაგრამ საჩუქარი არ იყო? ჰო, რა თქმა უნდა. ბავშვები მოვიდნენ დედა. ყველგან ირბინეს უკვე. Sokak bırakmamışlar. ნეხიბან შვილო, რას მიკეთებ? ვითვლი, 15 ვერ დავთვალე. გაჩერდით? 2, 4, 8, 11 არიან? დანარჩენი 4 სად არის? დანარჩენი 4? ხო, სად არიან? მე გასენება მინდოდა, ამათ მაგიდე სირბილი დაიწყეს. წავალ მოვძებნი. Çocuklar. მიდით ბავშვებო, მიდით. მერიჯან, Hadi. Hadi. Ayol. მერიჯან. ვინ არის? მერიბან.
ეს გოგო ვინ არის? არ ვიცი. რა ლამაზია. იუსუფის გოგო იქნება. მოიცა დედა. გოგონა ვერ აგვირჩევია იუსუფისთვის. მოგძანდი ლამაზმანო. გამარჯობა. მე შეგატყობინეთ რომ მოვიდოდი. მე სელმა ვარ. სელმა? სელმა ჩელეკი. მობრძანდი. იუსუფ. არ ვიცოდი ანტაკაიაში თუ ჩამოხვედი. ცოტა ხნის წინ აქ დამნიშნეს. დაგნიშნეს? მე როცა გაგიცანი მკერავი იყავი. ასე იყო, მაგრამ შეიცვალა. შენ გაუფრთხილებლად გაუჩინარდი. შენ კი გაბრაზდი. მართალი ხარ. მაგრამ ხანდახან იმისთვის რომ გაიგო ადამიანი როგორ გიყვარს, ის უნდა დაკარგო. რამდენი წელი გავიდა? 2, 3. 2. თუ იმას მეკითხები, როდის დავშორდით? გაბრაზებული არ ვარ. გამიარა. იასმინ. გაემზადეს, უმალე უნდა გავიდეთ. Birazdan çıkacağız. სქელი ფეხები აქვს. მე რიბან საიდან მოიტანე? ასკდება ეს წითელი კაბა. კარგი რა. Pasendiri put yapmış. Yok artık. წამოდი დავლიოთ. სალი. შემაშინე. ნუ გაშინია. გინდა კანაპე? გინდა? ერთ პატარას ავიღებ.
ეს სტუმარი კუთხეში ზის, მაგრამ მაინც მთელი ყურადღება მიიპყრო. იუსუფმა შემომითვალა, რომ მიმეხედა შენთვის. რატომ? შენი საყვარელი სტუმარი მოვიდა. ნიშნობას რომ შლიდი, ძალიან გიწემია. აქაც რომ არ მოაწყო არაფერი. არა, რა უნდა მოვაწყო? ხომ ვამბობ, ყველაფერი დამთავრდა, ეს თემა დავხურე. აი, ჰანი მოვიდა. სად? ეს ქალი ვინ არის? გონი ახალი შეყვარებული. გაწუხებს? არა, უბრალოდ აქ რატომ მოიყვანა, იმას ვერ ხვდები. ელამია? აქედან შეამჩნი, არა? კარგი, ახლოს მივალ და გადავამოწმებ. მერჯან, შევხედავ. სისულელეს ნუ ამბობ. უბრალოდ შევამოწმებ. იუსუფ. მოდი ერთი წუთი. ცუდი ამბავია ძმაო. რა ამბავი? აფანი დაჭრილია. ბიჭებმა გზაზე მიგდებული იპოვეს. მამა ჩემი? სალი რა ხდება? მითხარი ძმაო. დერბიშ, ბიჭები მანქანაში ჩასვე. მიდი. მუსტაფ, უკან გამოყავი. სალი, იარაღი გვეყოფა. რასაც იპოვი წამოიღე. იუსუფ. შენ ჩემთან ერთად წამოდი. კარგი, წავიდეთ. რას ნიშნავს მოიტაცეს? ერთი იუველირია ჩალიერი. სირიაში მოპარული ძვირფასეულობები გადააქვს. იმაში გეტყობინა. სადაა? არ ვიცი. რას ნიშნავს არ ვიცით? აფანი ვერაფერს გეუბნება. აქაური მისამართი ვიცით? უბრალოდ იქ მარტო საქორწინო ჩამოსული გოგონები ცხოვრობენ. სასტუმროს მსგავსი ადგილია. წავედით. მიაჭირე გაზ. დროა, წავედით. გელოდები. რა მოხდა? რაღაც დამრჩა. უნდა დავბრუნდე. მიდი დროზე. ესმა შვილო. საწოლი გამიშალე. კარგი.
იპოვნე? წავედით. ეს სახლია. მანქანა? არ ვიცი. შეიძლება იმათია. ჯერ ჯობს სახლი ვნახოთ. რა ხდება? ვინ არიან? არ ვიცი. წინ იყურე და ნუიხედები. გააჩერე. საღამ მშვიდობის. გადმოდი. გადმოდი მეთქი, ვერ გაიგე? სად არის მამაჩემი? ვინ? შაკირა ლაჯანი. სად წაიყვანეს? არ ვიცი. იოსებ. მანქანაში ვინ არიან? გადმოვიდნენ. ძალიან გთხოვ, ქალები არიან. ნუ ჩაერევი მათ პირაჩი. საბარგულიც ხომ შეამოწმეთ, არაფერი არ ვიცი. არ გატყუე. იოსებ გეყოფა. წავედით. დროს კარგავთ. ჩაჯიკი. მერჯან, შენი ძმა სად არის? არ ვიცი დედა, წეღან აქ იყო. აქ მედით ქცოღულდება, მედით. მედით. თელი ქალაქ შემოვიარე. შაკის გადაეცით, რომ ყველაფერი მზადაა. თქვენთან ერთად არა? ვინ? ძმა შაკირი? არა? ამერთო შენ დაგვიფარე? დეიდა. მუხტინ, რა ხდება? შაკირი სად არის? იუსოფიც გაქრა. მეც ახლა გავიგე. მიდი დაიპოვნე, გეხვეწები. დღეს რაღაც არავინ არის იქ, სადაც უნდა იყოს. მუხტინ, რაშია საქმე? მუხტინ, მიდი. კარგი. ქალბატონო სალმა. ბოდიში უნდა წავიდე. კიდევ ერთხელ გილოცავთ. მადლობა. სახლი დაიმახსოვრე? მანდ იქნებიან? არ ვიცი ძმა, იმათი სახლია. ფრთხილად იოსებ, რა საკეთებ? რა საკეთებ? ძმაო, გოგონები ასე დროს საკატაოდ არ დადიან ხოლმე. რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა შეხვედროდნენ. რა არის? ამბობს რამეს? არაფერს. წამოდი გადავიდეთ საზღვარზე და მერე მივხედავ. ურია გზაშია? კი, გზაშია. მისი საცოლეც გზაშია. მისმენე, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. არ იდარდო.
ყველაფერი რიგზია. ნერვიულობ? ცოტა. ბორანი ახლა ვემობა. მერე კი საზღვარზე გადახვალთ. იქით კი მაშინვე ქორწილი გექნებათ. და შენ? რაღაც საქმეს მოვაგვარებ და მეც მოვალ. რა საქმეს? მოვიდნენ. ისინი არიან. ტელეფონს როგორც კი გამოართმევთ, მე მომიტანეთ. გამარჯობა. გამარჯობა. მოიტანეთ? მოვიტანე. ეს გამომართვი. ამ ნომრით უნდა დარეკო. შენ მოხვედი. ზუსტად ისეთი ხარ. როგორც ეკრანზე. სახეც. სიმაღლე. ყველაფერი. გადავეცი გზავნილი. იუსოფ. 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 მამა ჩემი კარის. ვიცი. საათ. მზად ხარ? მზად ვარ. მომეს ტელეფონი. შეშვი დაჯექი მანქანაში. მიდი. ყველანი ჩაჯექით. კარი გამიღეთ.
სად მიყავართ, გააჩერეთ მანქანა. მითხარით რა გინდა ვინ ხართ? ვინ ხართ მეთქი? რა ხდება იესო? გაჩერდი. საზღვარზე გადადიან. სირიაში ვერ გავყვებით. ეს გოგონა ვინ არის? რატომ წამოვიყვანეთ? მამა ჩემი სანაცვლოდ გვეყოლება. ღმერთო? ოღონდ შენ გვიშველე ღმერთო. ვინ არის ვიცით? ცოცხალია? იოსოფ მითხარი რამე? ცოცხალია. ესენი ვინ იყვნენ? არ ვიცი უბრალოდ. რას კი არ იცი? ამ წამს თავს დაგვესხნენ. რას კი არ იცი? უბრალოდ გოგონა დავგარგეთ. დაუბრუნდე და წამოვიყვანოთ. მი გოგონა, იასმინი ვინა? ვინ არის? მომეც ტელეფონი. არ მაქვს არა. ეგეც გოგოსთან დარჩა. რა? პირობა არ უნდა დაგარღვია. უბრალოდ გოგონა უნდა დავიბრუნოთ. იქ ჩვენზე ორჯერ მეტნი არიან. გზა გააგრძელე. უბრალოდ. ბორან გზა განაგრძე. ძადი. გოგონა დავრჩა. ნიფთი არ მივიდა დანიშნულების ადგილამდე. აი, ეს ხომ დამპირდი რომ გამორთავდი. ახლავე კრისტი. მაგრამ რესტორანში პრობლემები უნდა დავრეკო. გისმენთ ძმაო? რას ქვია არ მივიდა დანიშნულებამდე? ძმაო, გავერკვევით. მე გითხარით, ნაკვეთის მეპატრონე აიყვანეთ მეთქი. ავიყვანეთ, მაგრამ საზღვარზე რაღაც პრობლემები შეიქმნა. მეპატრონეს რა უყოთ? ჯებდეთ მეკითხები? როგორც მიბრძანებთ? ქალბატონო აფეთ, სალიხის წავიდა. მაშკარად ერთად იქნებიან. მაგრამ სად? რაშია საქმე რა ხდება? შაკირმა დაცვა გაგზავნა. სიახლე არ საიდან ისმის, კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ? სად დავაწვინოთ? ხომ ამბობდი რომ მქონდა ადგილი. კი, მაგრამ სახლში ქალბატონი აფეთია. მიხრიბანი, დედა შენი, დეიდა შენ. ამ დროს სხვა ვერაფერს ვიპოვით. წამოდი. წამოდი.
ტელეფონი არ მუშაობს. აქ მარტო ტანსაცმელი უდევს. რა ვქნათ? ახლა ბემოვა. სად მიდიხარ? გოგონა არ დატოვა. მადლობა ღმერთს. შვილო, სად იყავი? ძმაო, მამა სად არის? დედა, წამოდი ჩემთან. იუსუფ? წამოდი. წამოდით. იუსუფ. შვილო. შაკირი. მამა შენს რამე დაიმართა? მამა მოიტაცეს და საზღვარზე გადაიყვანეს. მოწმეები გყავთ? არა ბატონო პროკურორო. ვინ შეგატყობინათ? გამლელმა სროლის ხმები გაიგო და განყოფილებაში გადაიყვანეს. გამარჯობა ბატონო პროკურორო, მე სელმა ჩელიკი ვარ. მოგბრძანდეთ. ჩვენც იმავე საქმეს ვიძიებთ.
მამა. გადავედით საზღვარზე. არა. არ გადასულ ხარ, მაგ ხარ. სამშობლოში. შენ ვინ ხარ? ნიშნულობა არ აქვს. შენ ვინ ხარ? ბიძია შაკირი სად არის? საწაიყვანეთ. ვინ არიან ეს ადამიანები? შენ გეკითხები დაკროვდი? სალიხ დოქტორ. მივხედავ თუ გინდა. ვინ ხარ? ვინ ხარ? სად არის მამა ჩემი? სად არის მამა ჩემი? ვინ ხარ? დილი თვით მფრინავში ღამით საზღვარზე ვინ ხარ? გამიშვი ხელი. იოსებ. აქ იქნები. აქ იქნები სანამ მამა ჩემს არ ვიპოვით. არა. არა. არა, გამიღე კარი. გამიღე. კარი გამიღე. გამიღე. ვერ დავრჩები აქ. გამიღე კარი. გამიღე.